მოგესალმები გიორგი, Google-ის უფრო კონკრეტულად კი YouTube-ის თანამშრომელი. მერთო ჩემო წამოვდი რა. თავად YouTube-ის თანამშრომელი YouTube-ზე რა სახის ვიდეოებს უყურებ ხოლმე? ენა თითქმის აღარ ხდება ბარიერი, იმიტომ რომ ხდება გადათარგმნები. თუ შეგიძლია რომ ქართველ კრეატორებს მოუმატონ ახვევა ზოგადად engagement-ი გაუზარდო YouTube-ზე. ყველას ურჩევდი რომ ხელოვნური ინტელექტი მაქსიმალურ დონეზე შეისწავლონ. სად არის ქართული კონტენტი ამ გლობალურ YouTube სისტემაში? Google ზოგადად საოცნებო კომპანია იყო, სადაც შემიძლია რომ მემუშავა. და მოვედი ნიუ-იორკში, ერთ-ერთ ოფისში. ესე პირდაპირ შეაჭერი. მაგაზე გამოძიებები ყველაფერი ჩაატარეს. საერთაშორისო გამოძიება საქართველოსდან მოიძიეს შენი კრიმინალური ისტორიები. ნამდვილად შენც კარგი ნერვები გქონია იმ დროისთვის. მეშინოდა, იმიტომ რომ ანუ დიდი თანხით არ ჩამოსულა რა და უფრო ვცდილობდი რომ რაღაც მალე მეშოვა. ყველაზე მეტად რაც ხდის ქართველს არის ბრძოლის უნარი. თუ განიხილავ, როდისმე დაბრუნდე საქართველოში საცხოვრებლად და შენი ეს Google-ის გამოცდილება მერე უკვე მოახმარო შენს ქვეყანას.